გაშლა მამაკაცებისთვის ნახოთ რა ენერგიებში მოვიდე და რაღაცას რა ძალიან სტკივა გული ღმერთო ჩემო. ნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით. რატომღაც ამ ტესტამ დამიძახა. სიგნიფიკაციისთვის არა ისიც ეს იყო გონებაში. Так. გაშლა მამაკაცებისთვის თქვენ უკვე იცით ალბათ ვიდეოს სათაური. მე კი ახლა გავიგებ რა ხდება იმ ერთეული მამაკაცების სულში, ვისაც ეს ვიდეო უნდა შეხვდეს. და შენ თუ ეს ვიდეო შემთხვევით შეგხვდა, აქ არის ინფორმაცია შენთვის, რომელიც უნდა დაგეხმაროს ჩემი გამტარობით, ჩემი გადმოცემული ინფორმაციით სამყაროსგან, უნდა დაგეხმაროს არსებულ მდგომარეობაში, წესით, რაშიც ხარ. თუნდაც ერთი წინადადებით. ნახოთ სიგნიფიკაცია ეხლა. რა ხდება შენს შიგნით, რასაც ხვებს არ აჩვენებ, რა ხდება სინამდვილეში შენს სულში. ოი, დედა. აქ ამყავს მამაკაცი, რომელიც არის პაუზაში, ნგრევაში, ურთიერთობის, ვისთანაც ამ ადამიანს შეიძლება თანაცხოვრება ქონდა და ვისთანაც თავს გრძნობდა როგორც ოჯახში, როგორც ძალიან მშვიდად, ძალიან სიყვარულით ცავს ეს ქალი ხო მშვიდი, მაგრამ ეხლა არის პაუზა, ეხლა არის მანძილი და თქვენ ასევე გეტყვით მართლა, რომ თქვენ წინაცხოვრებიდან გაქვთ კავშირი და თქვენ შორის არის მანძილი თავისთავად და ოცნებობთ, თქვენი ვარსკვლავია ეს ქალი, თქვენი ოცნებაა, უძრავი სიტუაცია და ძალიან ნერვიულობთ ამ ქალზე. აი შეიძლება თქვენი ეს ქალი ერთ თვით სიყვარული, როგორ გითხრათ, აი თითქოს სიყვარული ამ ადამიანმა გასწავლათ. ძალიან სექსუალური, ყველაფერთან ერთად, ძალიან სუფთა. აქ ვიტყვი, რომ შეიძლება ეს ადამიანი თავიდან სხვანაირი გეგონათ და მე რეალურად აღმოჩნდა მისი საფუძველი ძალიან სუფთა, გამიგე? ძალიან ნერვიულობთ, ღამე არ გძინოთ ამ ქალზე დაარდით. და ისიც იცით, რომ ეს ქალი ამ ყველაფერს გრძნობს და გაკვირდებათ რას იზავს. თავი ამტკივდა ისეთ ენერგიებში, ჩამაგდეთ. არ წუწუნებ, უბრალოდ თქვენი ენერგიებში ყოფნით, შევიძარით, რომ იტყვია. ასეთ მამაკაც სამყაროს რისი თქმა სურს, ასეთი ენერგიებში მყოფი მამაკაცი. ოცნებობთ ამ ქალზე, ამ მამაკაცისთვის სამყაროს რისი თქმა სურს. აი ჩქაროთ ინფორმაცია, შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება, შემთხვევით ხო არ ჩავწერდი ვიდეო და ის სურს და გულს უნდა და ალბათ ლამის ერთი წელი იქნება ეს მამაკაცებზე ვიდეო არ ჩამწერია. რისი თქმა სურს სამყაროს ამ მამაკაცისთვის. ჩემო საყვარელო სულო, გეუბნება სამყარო. შენ ახლა ხარ მიწიერ მიჯაჭვულობის პროცესში, საიდანაც ცდილობ, რომ გამოიქცე. წარსული ცეცხლი გწვავს ამ ქალთან და თან სისუფთავის შეგრძნება გაქვს მომავალში. გინდა რომ გაიქცე, მაგრამ ამ ქალისგან და წახვიდე მომავალში, მაგრამ ვერ გარბი ხარ. თვითონ ეს ქალი წავიდა შენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ეს ქალი არის ძალიან ესეთი იცი რატო ვერ გარბი ხარ ამ ქალისგან? იმიტომ რომ ამ ქალმა თავისი მომავალი თითქოს ამ ქალმა თავისი მომავალი შენი ეს ქალი რო წავიდა, დაგიტოვა რაღაცა კვალი, რაც გახდა შენი მომავალი. და ეს ქალი არის შენი მომავალი. სამყარო გეუბნება ამას.
შენ ელოდები ინფორმაციას ამ ქალისგან და რეალურად ამ ქალმა რაც დაგიტოვა იმას არ აკვირდები. გამიგე? ებრძვის საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს მომავალთან დაკავშირებით. წარსულ შეიძლება მესიჯებს იხსენებ, რაღაცებს კითხულობ, გული გტკივა და ებრძვი, რომ რაღაცა ფიქრები მოგდის მთელ სულში, ემოციაში მოგდის და აღარ გინდა ეს რომ იფიქრო. თითქოს გადაყარია ეს ფიქრები, მაგრამ და ებრძვი შენს თავს, მაგრამ არ დაგანებებს ეს ფიქრები თავს, იმიტომ რომ ხა ნახავ რატო? იმიტომ რომ რატო ებრძვი ადამიანო? რატო? რა გინდა? აი რა გინდა? რატო ებრძვი? ეს ყველაფერი არის სუფთა, ეს ყველაფერი არის ნამდვილი, აი უბრალოდ გიждები ამ კაცებზე ხოლმე გეფიცები რა. ხო, ეს ქალი წავიდა იმიტომ, რომ აქ არის გასვლა ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ორივე ერთგულები ხართ ერთმანეთის. აქ თუ შენ ეჭვიანობ, ყვილად ეჭვიანობ. აქ შორიდან თქვენ შორის არის, ასე ვთქვათ, აი ცი როგორი სიტუაციაა, თითქოს ამ ქალს შეუულია შენი კვება. ვაიმე. ეს ქალი გკვებავს თავისი სუფთა ენერგიებით, ჩემო ძვირფასო, თითქოს ეს არის ის თქვენი სიყვარული, სისუფთავე მიწიერ დონეზე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდუნებაა და ბევრი შანსია თქვენ შორის, ორივე შორის, არის ბევრი შანსები, თქვენ მაინც ერთმანეთი გინდათ. ეს იცოდე, შენ თუ არ იცი იმას უმდიხარ თუ არა, აქ აი, ნახე როგორ სისუფთავით გელოდება. აი ეს როგორ გკვებავს თავისი სუფთა ენერგიებით, ერთგულებით. აი ამის თქმა უნდა სამყაროს. რა უნდა გააკეთო შენ ამ სიტუაციაში? რა უნდა გააკეთო? აი რა არის სამყაროსგან ამ სიტუაციაში შენი მხრიდან გასაკეთებელი, რაც გამოგიყვანს შენ ამ საშინელი ტკივილისაგან. აი რა უნდა გააკეთო სამყარო ამ ადამიანმა? დანახე აქ ის ამოვიდა, კაი. აი მე. შენ რა უნდა გააკეთო? შენ ხო ხედავ აქ გეუბნება სამყარო, შენ ხო ხედავ, რომ შენი გვირგვინი რაც აქამდე გედგა, არა აქვს მნიშვნელობა ჭყალებში გვირგვინი, რომ შენ შეიძლება, მოკლედ რა, ყველას გვირგვინი არის ამ შემთხვევაში ეგო. რაც თავზე გედგა, ხო ხედავ, რომ ამ სიყვარულის გამო, მოდი ბოდიში ჟარგონს ვიტყვი, დაიკიდეო რა. და საერთოდ ფეხებზე კიდია ეს გვირგვინი უკვე. და ეს არის შენთვის მნიშვნელოვანი, იმდენად თბილი ემოციები მოდის, იმდენად განსხვავებულია ეს გრძნობა შენს ცხოვრებაში, ვიდრე მანამდე ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შენთვის ძვირფასი იყო მანამდე ურთიერთობა. ეს არის აბსოლუტურად სხვა. ესეთი ემოცია და გრძნობა შენ ნახე არ გქონია. არ გქონია. ეს არის ჩვენი საჩუქარი შენთვის, ეს განსხვავებული, ეს ექსკლუზივი, ასე ვთქვათ. ეს ქალი იგივენაირად არის განწყობილი შენს მიმართ. ეს ქალი იყო ყველაფერი სამართლიანად გითხრა ამ ქალმა. ყველაფერი სამართლიანად გითხრა ამ ქალმა თავის სიყვარულთან დაკავშირებით. ეს ქალი არის ძალიან ინტუიციური, ეს ქალი არის ძალიან სუფთა, ეს ქალი არის ძალიან ღრმა და აბსოლუტურად აი თავის თავსაც კი გადააბიჯა რაღაც მომენტი და ამ ქალმა ეს ყველაფერი თავის სიყვარულთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეს არის დედოფალი ათასების, გადააბიჯა თავის თავს და შენი სათქმელი ამ ქალმა გითხრა.
და ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმიტომ რომ გამოსულიყავით აი ამ მდგომარეობიდან და რა მდგომარეობაშიც იყავი. და შენ რა უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში? თუ ეს ქალი გიყვარს და აქ ჩანს, რომ ეს ქალი არის შენთვის არის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი. ამ სიყვარულის გამო სამყაროსეული სამართლიანობა გეუბნება. შენ უნდა იმოქმედო. ეს შენი შიდა კონფლიქტები, რაც არის, დატოვო წარსულში, ნუ გაგხელში აქ გადააგდე და შენ, ასე ვთქვათ, მიიღე გადაწყვეტილება, რომ იმოქმედო სამართლიანად ამ ქალის მიმართ. და ამ ქალს კი არ ელოდო, შენ გადადგინა ბიჭი და შენ იმოქმედე. კარგი, რა ქმედება უნდა გააკეთოს ამ მამაკაცმა? მამაკაცურად მიდიო რა. ნახე, შენ მანამდე როგორც იქცეოდი, მანამდე რაც გათვლები გქონდა ამ ქალთან დაკავშირებით და ვაფშე და ადრე როგორც იქცეოდი, შენ როგორიც იყო შენი ქცევები სტანდარტული, ეს აქ აღარ გამოგადგება. ეს სხვა. გამიგე? ის ყველაფერი დაასრულე და გაანულე. ეს ქალი თუ უბრალოდ გექცეოდა შენ, ეს ქალი თუ ბავშვურა ეს ბატი არ იყო. გამიგე? ეს ის ვინც ადრე ყავდა, ეს ის არ იყო. ეს თუ ასე იქცეოდა, ეს იყო იმპერატრიცა. მაგრამ ეს იყო სულით სუფთა ბავშვური და იმიტომ იქცეოდა ისე როგორც იქცეოდა. მაგრამ ამას ადრინდელი გამოცდილება რაც ქონდა, ქალები ვინც ყავდა, როგორც იყო, რანაირადაც იყო, იმას ნუ ამსგავსებ. ის ყველაფერი გაანულე და მიდი აბსოლუტურად განახლებული პოზიციით, გადადგინა ბიჭი. გამარჯობა და მიდი წინადადებით. აი, რა წინადადები, უთხარი, როგორ ტკივა უიმისობა, როგორ მძიმეა უიმისობა, როგორ არ გძინავს თელი ღამე, ამით შენ არ კნინდები. პირიქით, ეს იქნება, ასე ვთქვათ, ეს ქალი ამ ყველაფერს ძალიან ეს არ ცელოდება შენგან ამ ის ქმედებას, გამიგე? აქ ცოტა ჯიუტი ხარ, არ ელოდება ეს ქალი ამ შენ და ესა რა სიზავს მე ეს ქალი? რა გინდა? აი რა მე თავის გადაწყვეტილებას უკან წაიღებს და გეტყვის თვითონაც როგორ ტკიოდა გული. და აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადიხართ ცხოვრების, ძალიან ბედნიერ ეტაპზე გადადიხართ ცხოვრების. ეს ვიღაც ეგოიანი იმპერატრიცა ქალი არ არის. ეს თუ გეგონა რომ თვითონ მართავდა ეს ქალი სიტუაციას, აქ ძალიან ცდები. ეს ყველაფერს გეტყვის, რომ მე უბრალოდ მინდოდა გამოსავალი მეპოვა და ინფორმაცია მომეწოდებინა ის, რაც ღმერთისგან იყო, ასე ვთქვათ, გამოგზავნილი. ამ ქალის ენით რაღაც მომენტში თავისი კარმა ხო თავისი დანიშნულებით არის, ხო? პარტნიორი რასაც გეუბნება, ეს არის კარმული, ის ავტომატურად სამყაროს გადმოსაცემს გეუბნება და აქ გეუბნება ეს ქალი, მე უბრალოდ მინდოდა, მე კი არ მინდოდა რომ ეს რაღაცა მეუყოფილიყავ, მართველი მე წარმემართა, არა, მე უბრალოდ გული მტკიოდა ამ ყველაფერს და მე თავის სიცივეს სულ მოდრეკს, აი შეიძლება დადნეს ეს ქალი რო იტყვიან, აი ტირილად დაიღვაროს და აქ უკვე განახლებულ ახალ ეტაპზე მიდის ურთიერთობა. აი მე არ ვიცი ეს გაშლა ვისი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. გელოდებით მამაკაცებო კომენტარებში თქვენი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია და გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას. მე ვიცი, მარტო ქალები არ იტანჯებიან სიყვარულში, ძალიან ბევრი
მამაკაცი, ნამდვილ მამაკაცზე მაქვს საუბარი, რომელსაც აქვს სუფთა ემოციები, გრძნობები, ძალიან სუფთად ისევე როგორც ქალები განიცდიან იმ დანაკლის, იმ ქალისას, როგორც ქალები განიცდიან იმ კაცის დანაკლის, ვინც უყვარს და უბრალოდ ქალებს გამოხატვა შეუძლიათ და თქვენ ვერ გამოხატავთ. ამიტომ მე მესმის თქვენი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, სიხარულს, სიყვარულს და ულევ ბედნიერებას თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად მომავალში. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.